მოგესალმებით. ეს არის ისტორიული ქრონიკა. დღეს ვსაუბრობთ 1945 წლის იალტის კონფერენციაზე, სადაც სტალინმა, რუზველტმა და ჩერჩილმა გადაწყვიტეს, როგორი იქნებოდა ომის შემდგომი მსოფლიო. ჩემს გვერდით არის ლილე. ლილე! შეგიძლია ცოტა ხანი ტელეფონი გადადო? Hearts, means like that. Stalin walks into Yalta like he owns Eastern Europe. Tarialuria. ძალიან კარგი. შეგიძლია მითხრა რა იყო იალტის კონფერენციის მთავარი გადაწყვეტილებები? Maitsa, basically. კარგად ხარ? გიჭირს პასუხი? იალტაში გადაწყდა გერმანიის 4 ნაწილად გაყოფა, საბჭოთა კავშირის შესვლა იაპონიის წინააღმდეგ ომში და გაეროს შექმნასაც მოლაპარაკეს. საინტერესოა. ასე უცებ როგორ გაგახსენდა? არ მაქვს photographic memory. გუგლი ყველას ყავს. იცით, დიდი სამეულის ერთ-ერთი წევრია ჩემს ცხოვრებაში. რუზველტი, ჩერჩილი, სტალინი და Google. საოცარია. ანუ ისტორია ვიკიპედიური ხუმრობებით გახსოვს? არა, ვიკი ბევრს წერს. მე TikTok-ის ისტორიულ რეკაპებს ვიყურებ. აი, სადაც ჩერჩილი შავ-თეთრ ფილტრით ამბობს. We shall fight on the beaches. We shall fight on the beaches. და ფონზე ლოფი უკრავს. და მაინც. შენი ასეთ შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყო? Maybe, ალბათ სტალინი ნაკლებად დომინანტური იქნებოდა და დასავლეთიც უფრო მკაცრად შეუწინააღმდეგებოდა. ალბათ აღმოსავლეთ ევროპა არ გახდებოდა როგორ ამბობენ sphere something influence. და აი ეგ ყველაფერი გახდა ცივი ომის საწყისი ეტაპი, როგორც პოლიტოლოგები ამბობენ. ლილე, ტელეფონზე ხარ დამოკიდებული, მაგრამ ფაქტები მაინც ზუსტად გაქვს. მადლობა და გისურვებ ნაკლებ ეკრანს და მეტ კითხვას. თქვენგან ნაკლებ ტექსტს და მეტ რილებს. გამოიწერეთ @historyqueen_01. ყველაფერს ლაიფში დებ. ეს იყო ისტორიული ქრონიკა, თაობა ზის პერსპექტივით დიდი სამეულის შეხვედრა. როგორც ჩანს, სტალინი, ჩერჩილი, რუზველტი და Google ყველას თავის როლი აქვს. დაიმახსოვრეთ ისტორია, ანიცი ან Google კარნახობს. დარჩეს ჩვენს გვერდით და დაელოდეთ ახალ ეპიზოდებს. გისურვებთ ისტორიულად სანდო ღამეს.